ერთი დაბადების დღიდან მეორე დაბადების დღეში გადმოვინაცვლეთ დაბადების დღეზე რა მნიშვნელობა დღეს ჩემ დედიკვარის იუბილარი. ეხლა მივიდეო რაღაც საქმეებზე. ხო და მე უნდა წავიდე ბაზარში გავიარო. ტორტი ვერ დავუცხვე რა თქმა უნდა. მიზეზები კი იცით რატომაც ვერ ვუცხოვ ტორტს წყალტბოში. ამიტომ ტორტზე რაღაც უნდა მოვიფიქროთ. რომ წავედით ერთად. გავატაროთ დღევანდელი დღეც ერთად, რატომაც არა. ყურძენი მიყვარს არანორმალურად, აი საოცრად და უზომოდ მქონდა მონატრებული და ჩვენს უბანში და ჩემს ეზოში წერტ აღარ არსებობს ადესა და აღმოაჩინე ბაზარში. ერთსულ მაგ ახლა როდის დედიკოს გავუკეთე ზურას სახელზე, აი ესეთი საოცარი თაიგული ქუთაისში ბუხაიძის 11 ნომერში. აი აქ აწერია კიდევაც. და რაფაელოში ვიყიდე ტორტი. ქვემოთ იქ იმიტომ მიდევს, რომ ყველაზე უსაფრთხოდ შესაძლებელია ტორტის გადაატანა ესე ქვემოთ რო გიდევს რა ერთი სიტყვით. ზესუმზირებზე გავგიშდი. რაფაელოში იმიტომ ვიყიდე, რომ უბრალოდ ამ მომენტისთვის იმ ადგილზე აღმოჩნდი, სადაც რაფაელო იყო და სხვა რამე რომ მეძებნა აზრი არ ქონდა, რადგან ფიზიკურად დრო არ მაქვს. საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა ქუთაისში, ხო და წავედით ახლა გავახაროთ დაჯიბებო. ყვავილები მივართვათ ზურას სახელზე და ტორტი მივართვათ ჩემი და გოგოების სახელზე. ზურა მითხრა ყვავილებიო, უყიდე ჩემს სახელზეო და როგორ არ მეყიდა. საოცარი მზესუმზირები აქვს ამ გოგოს, სადაც ეს ყვავილები გავაკეთე. როგორი საოცრება, წავედით ახლა ვაჩუქოთ. გებო, გაზელი. ოკრარი და თეთრი. შეხედე. ამაზე მეც სამანახოთ. აჰა. აუ. ეს ყოაძა. მე ისევ სახელოსნოში ვარ. ხელოსანს ველოდები ახლა. ჩემმა მანქანამ ისევ აურია. იმ მომენტში, როდესაც მანქანა ძალიან მჭირდება. თან საკმაოდ დიდი თანხა დავახარჯეთ ამ მანქანას, რომ გაკეთებულიყო, თუმცა ეხა რადიატორზე შეექმნა პრობლემა, კიდე მოტორის პატარა ნაწილზე. რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს, გუში ნერვებ მოშლილზე, წავედი, ვიყიდე საღებავი და გადავწყვიტე, რომ სამზარეულო შემეღება. ჯერ არ დამიმთავრებია. ხო და რო დავამთავრებ, მე გაჩვენებთ. ესეთი ამბებია. ველოდები ახლა ხელოსანს, უნდა მოხსნას ის ნაწილი, ძალიან რთული მოსახსნელია, შეიძლება ჩატყდეს. მერე სავარაუდოდ ქვიტირშიც ვიქნები წასასვლელი და მოკლედ სრული ქაოსი მაქვს თავში. კარგი იქნებოდა ახალი მანქანა, მაგრამ გეგმაში არა გვაქვს ჯერ. თან ეს ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი მანქანა, ჩემი იასამანი. და ველოდები ახლა ოლიმპიური სიმშვიდით რა როგორ იქნება. კომენტარებში დამიწერეს მაიკო, შენი იუმორიო ძალიან მიყვარსო და გამეცინა, მიხარია რომ ჩემ იუმორს ხვდებით და თქვენს რაღაცნაირად ღიმილს გურით თუ გადახარხარებით ვერ გადაგახარხარეთ ისე მაინც ცოტათი გაიღიმებთ მაინც ჩემი იუმორზე, მიხარია ძალიან. კიდე დამიწერეს კომენტარებში ისე ეწერა
ძალიან მორიდებით ცოტა ისეთ თემასო ვეხებიო და იმედია არ მიწყენოთ რაღაც ამ დაგვარი და რაღაც გული გამithვა ასე რუდუნებით რომ დამისვეს კითხვა იმიტომ რომ ეხებოდა ეველიკუნას და ეველიკუნას ჯანმრთელობას და პირველ რიგში მადლობა ამისთვის რომ ესე ადამიანურად ხვდები ანუ მივხვდი რა კუთხით ვკითხე იმიტომ რომ საკმაოდ შეგნებული ადამიანი იქნებით, რადგან ხვდებით თუ დედისთვის რაოდენ სენსიტიურია მსგავს თემაზე საუბარი, როდესაც ბავშვს ეხება და ბავშვის ჯანმრთელობას. და მადლობა ამისთვის. ეველიკუნა, რაც საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენ შესასუნთქები არანაირი არ გვიხმარია. არანაირი წამალი არ გამოგვიყენებია. თეთრ მღვიმეში სიარულმა ძალიან დიდი შედეგი მისცა. ბავშვი ფაქტიურად არ ახველებს. ცემაც თავისთავად, ცემის შედეგებს მერე უფრო გავიგებ. თეთრ მღვიმეში კიდე მინდა რომ ვატარო. ნახოთ ჯერ რას როგორ ვიზამ დროის მხრივ. ხო და მოკლედ ესეც ძალიან დიდი ნაბიჯია რომ ევეკოს ამ ხნის განმავლობაში არანაირი წამალი არ გამოუყენებია, თუმცა რო ჩამოვედით ცემიდან ცოტა გაცებული იყო და მარტო ფიზიოლოგიური გამოვიყენეთ, ანუ ფიზიოლოგიური ურეცხავდი ეველინას საარსჯერ რომ გამოურეცხო ფიზიოლოგიურით ცხვირი პრობლემას არ წარმოადგენს მისთვის. შესაბამისად ძალიან მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და რა ვიცი, ჯერჯერობით ესე ვართ. ბევრად უკეთ, იმიტომ რომ საბერძნეთში ეველინა დილას იწყებდა ხველებით, საღამოს დილის წინ ხველებას იწყებდა, შვაღამეზე კიდე წამოახველებდა. მე ევეს ხველება არ გამიგონია, რავი, რაც ჩამოსული ვართ, ანუ მე იმ ხველებაზე მაქვს საუბარი, რაც საბერძნეთში აწუხებდა. და ისე ახლა ხანდახან ის ჩვენც წამოახველებთ ხოლმე და რა ვიცი, ესეა ჩვენი ამბები. ეხა მანქანას უნდა უმკურნალო. ცუდად აღარ შემიძლია. გუშინ ჩემ ძმისშვილს ეხუმრებოდი, მამიდა მეუცხარი ერთი 5000, 7000, 10000 დოლარი ხوارა გაქანგარიშზე ხვალამდე რომ ათხოვო თქო და იცინო და კვდებოდა სიცილით. ხვალ მე დამიბრუნებო? ეხა მანქანის ყიდვის დრო და მომენტი არ აქვს. ამიტომ შევაკეთოთ ის, რაც გვაქვს. დავით. სახეზე მეტყობა ხო რა ნაწვალები და ნატანჯი ვარ. მოკლედ ვიდეო რომ ჩავწერე, რომ გავთიშე. გამიკეთეს ის ნაწილი, რაც უნდა გაეკეთებინათ. იმედია გააგრძელებს მუშაობას. მე წავყვანე მანქანა დიაგნოსტიკაზე. ყველაფერი კარგად არისო. მაგრამ რადიატორს ვერ შეგიცვლითო. მე წავედი ქვიტში ტაქსით რომ მეყიდა რადიატორი, რადგან ჩემი მანქანით ვერ წავიდოდი, წყალს აადუღებდა. ამ პლუს ამას ასხამდა ამ წყალს. ჩამოვიტანე რადიატორი, წავედი ხელოსანთან. მართლა სახეზე ვიკიდება ძინძგლიან ხელებს. გააკეთეთ რადიატორი. გამოვიარე ორ ნაბიჯში, მეტირება. საბედნიერება. მანდილოსანი მანქანის ნაწილებს რო ყიდულობ და ბედნიერი ხართანა პარალელურად. მაიკო. გადააგდეს ნიტატიში. მოკლედ, მანქანა გავაკეთე, იმედია ესე გააგრძელებს. ეხლა კისრის ტეხით უნდა წავიდე სახლში. თან ორ ნაბიჯში ვიყავით, ხო გითხარით რაღაცები ვიყიდე. და უნდა ვაბანავო გოგოები მოვაწესრიგო და უნდა წავიდეთ დაბადების დღეზე და ამისთვის მაქვს საათნახევარი. რა გაცინებთ რა?
ჩვენ გვიხარია ამ არის დაბადების დღე არის დაბადების ხა რომ მიდიხართ გიხარიათ? ვინ გააბრაზეთ? დიდი რატო გააბრაზეთ? მე რაფერი არ მიფიქრე იმიტომ რომ მე ვიჯექი ტყვიანად და ლამაზ ხო, ვინ გამაბრაზა? დანიამა მერე უნდა გაგებრაზებინათ დედა. მე რა გთხოვეთ თქვენ? მოგაწესრიგეთ, დაგბანეთ, ჩაგაცვით. ერთი პონო ბერა პატარა ლანუჩი, როგორ ახარ? მოგაწესრიგეთ, დაგბანეთ, ჩაგაცვით, გითხარით, მადროვეთ 2 წუთი მეც ჩავიცვა მოუწესრიგდა და წავიდეთ თქო. თქვენ აქენით წყნარად იჯექით? იჯექით წყნარად? არა. დანიარის და შენც არ დააკელი, ნუ გეშინია. ეს არის ჩვენი წასვლა, წამოსვლის ამბები ასე ხდება ამ ბოლო პერიოდში. საერთოდ აღარ ესვით ყურში. და დედიკომ ასე უცებ გიჟივით რაც ნახა ის ჩაიცვა. წყალი გადავივლე, ერთადერთი თავის დაბანა მინდოდა და მეთქი მაინც ესე fresh ვიქნები თქო. გიჟი ხო, გიჟივით ჩაიცვა და დაიხურა დედაშენმა. გადასაღლო იქეთ. სულელი გამოგვეკიდა. მაგრამ მივდივართ დაბადების დღეზე ომის შემდეგ. თქვენ როგორ მიდიხართ ხოლმე სადმე, როდესაც დაბადებული?